სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწროთ. თქვენ და სულიად საქართველო. ამინ. ამინ. ქრისტეს შობის დღესასწაული ჩემო ძვირფასებო, დანო და ძმანო, გახლავთ ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა მთელი კაცობრიობის ისტორიაში. განამარტო მათთვის, ვისაც ქრისტე ღმერთობისას წამს, არამედ მთელი კაცობრიობისათვის, რომლებსაც არც კი გაუგიათ მისი სახელი, იმიტომ რომ ეს გახლავთ ძალიან დიდი საიდუმლოება გამომხსნელობისა და რას გულისხმობს იცით ეს გამომხსნელობა? აი დღეს თუ უსმენდით ბედავითნებს, რომელიც კითხულობდა სამოციქულოს, ასეთი სიტყვებით იწყებოდა. ეს არის გალატელთა მიმართ ეპისტოლე და იწყება ნახეთ როგორი სიტყვებით, რომ როდესაც მოიწია რაღაცა ჟამის აღსასრული, ანუ რაღაცა დროის, რაღაცა გარკვეული სისრულე. თანამედროვე ქართულად შეიძლება ესე თქვა, რომ რაღაცა დრო თითქოს რაღაცა სრული არის. რას ნიშნავს ეს დროის სისრულე და ეს ჟამის აღსასრული, თუ გიფიქრეთ? მაშინო მოვიდაო, გამოგზავნაო, მოკლეთო თავისი მხოლოდშობილი ძეო ღმერთმაო. რას ნიშნავს ეს დროის სისრულე? ამაზე მინდა ორი სიტყვით გითხრათ, არ დაგღალოთ, გამენათლებები ხართ ისედაც და რომ იცოდეთ რა არის ეს დროის სისრულე, ეს არის დროის გამოვლინება, ანუ ბოროტების გამოვლინება. თუ რაიმე ბოროტება უნდა გამოვლენილიყო კაცობრიობაში, ამ შექმნილ სამყაროში, აბსოლუტურად ყველაფერმა თავისი თავი წარმოაჩინა. იმის შემდგომ რაიმე ახალი არაფერი არ არსებობს. ქრისტე სწორედ ამიტომ იბადება იმ კონკრეტულ ჟამს, იმ კონკრეტულ წამს, შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ ბოროტების ყველანაირი სახე გამოვლენილია და ბოროტების ყველანაირი სახე სჯობნის ის, ყველანაირზე იმარჯვებს. ამას თავისი ახსნაც, უბრალო ახსნაც გააჩნია, რომ რაიმე რომ მის მერე გამოვლენილიყო, შეიძლებოდა სადაო გამختارიყო, რომ ესეთი ბოროტება ჩვენ არ გაგვეგო იქამდე და ქრისტე ამას აჯობებდა თუ არ აჯობებდა, მოერეოდა თუ ვერ მოერეოდა. ნუ ინტრიგნული კითხვები ყოველთვის ახასიათებთ, მოგეხსენებათ, ეშმაკისაგან შთაგონებით, ხან ადამიანებს და ხან არა ადამიანებს, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი რადგანაც გამოვლენილი იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტე გამარჯვებულია ყოველივე ამაზე და გამარჯვებული ყოველივე ამაზე არის ყველასთვის სარწმუნოებით გადამრჩენელი, ვისაც წამს მისი ღვთაებრივი ბუნებისა, რომ ის კაცი კი არ არის მხოლოდ, არამედ განკაცებული ღმერთია და ეს გახლავთ სწორედ ქრისტეშობის საიდუმლოება. განკაცების საიდუმლოება ეს, არა განღმრთობის, არამედ განკაცების, რომლითაც განღმრთობა ჩვენ უნდა შევიძინოთ. ის განკაცდა, რომ ჩვენ განვიღმრთოთ. აი ესეთი გახლავთ ეს ფორმულირება. ანუ დროის სისრულე გახლავთ ის, რომ აბსოლუტურად ყველაფერი გამოვლენილია, რომელსაც ქრისტემ უნდა მოერიოს და განკაცება გახლავთ ყველაზე უმთავრესი საიდუმლოება, რომლითაც ჩვენ განვიღმრთობა უნდა მოვიპოვოთ. ღმერთმა მოგცეს ამისი გონება, ღმერთმა მოგცეს ამისთვის მადლიერება და ღმერთმა მოგცეს შეგნებული რწმენა ყოველივე ამისა, რომ ღმერთი განკაცდა და ამის დაჯერებით, ამისი არაცრუ დაჯერებით, არამედ ნამდვილი რწმენით ხდება ადამიანის გადარჩენა და არა იმით, რომ მე ახლა ჯულის შესრულებას დავიწყებ და რაიმე ზედმიწევნით შევასრულებ. ჯერ ერთი ვერ შეასრულებ, მაგრამ რომ შეასრულო, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ხონდეს და არ სწოდოს. რაღაცა რომ არ გაეპაროს მას ამ ყოველივედან შეუძლებელია, რომ რაღაცა შეუსრულებელი არ დარჩეს და აღმოჩნდება მაინც ჯულის მიხედვით, თუ განიჯება უნდა დაისაჯოს. შესაბამისად ის რწმენა ქრისტეს შობისა, რომ ქრისტე არის გამარჯვებული ყველანაირ ბოროტებაზე, იძლევა ადამიანში მის საფუძველს, რომ შეგვიწყალებს ყოვლადწლიერი ღმერთი და მისი განკაცებით ჩვენ განვიღმრთობით. ამინ. დალოცული და გახარებული გამყოფოთ.